Добрый день. გამარჯობათ. Აი ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს თბილისი, მოსკოვი, სადაც იმყოფება ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ვადიმ სანაკოევი. გამარჯობა ვადიმ. გამარჯობათ. და თბილისში ჩვენ სტუდიაში არის სტუმრად სერგი კაპანაძე, რომელიც წარმოადგენს ძალიან საქართველოში პოპულარულ არასამთავრობო ორგანიზაციას გრას და გარდა ამისა სერგის გააჩნია დიდი გამოცდილება. ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო მინისტრის მოადგილე. მოგესალმები სერგი. გამარჯობათ, გამარჯობათ. Доброе. Я тебе передаю слово, Вадим. პირველი სიტყვა მინდა მოგცე შენ, ვადიმ. შენ გქონდა რაღაცა კითხვები, სიამოვნებით მოგისმენთ და ჩვენთვისაც საინტერესო იქნება შენი აზრი იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმდინარეობს თბილისში. მე 2 წელია არ ყოფილ ვარ საქართველოში და რაც ხდება ეხლა თბილისში, თქვენთვის ალბათ უკეთ არის დასანახი. მაგრამ მე ასე მგონია, რომ არჩევნების შემდეგ პროტესტმა იკლო. მაგრამ თლიანად მეჩვენება, რომ მასობრივი პროტესტები არჩევნების შემდეგ აღარ იყო. უფრო პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ გამოიწვია პროტესტი. რამდენად აქტუალურია დღეს პროტესტი საქართველოში? Сергей, пожалуйста. Да, я согласен. კი, გეთანხმებით. არჩევნების შემდეგ იყო ფალსიფიცირებული არჩევნების შემდეგ იყო პროტესტი. მაგრამ რო შევადაროთ მაშინდელი პროტესტი იმასთან, რომელიც დღეს მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, დღევანდელი პროტესტი უფრო მასშტაბურია. რადგან პროტესტი, რომელიც გამოიწვია არჩევნების ფალსიფიკაციამ, ეს უფრო პოლიტიზირებული პროტესტი იყო, რადგან იქ მთავარი აქტორები იყვნენ პოლიტიკური პარტიები. ხოლო 28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენ უხვევთ ევროპული გზიდან, ამან გამოიწვია მასობრივი პროტესტი. შესაბამისად, ეს აჩვენებს, ვინ არის ავანგარდში, ამ პროტესტის ავანგარდში. ამდენი ხანია მიდის ეს პროტესტი და ჩვენ ნათლად ხედავთ, რომ ეს არის პროტესტი პოლიტიკური ლიდერშიპის გარეშე. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები იქ მონაწილეობენ, მაგრამ ისინი არ მართავენ სიტუაციას. ამიტომ მასშტაბი და პროტესტის მასშტაბი უფრო დიდია და მრავალფეროვანია. თუმცა მოთხოვნები, რომლებიც დღეს გაჩნდა ამ პროტესტის გამო, რა თქმა უნდა, უკავშირდება არჩევნებს. რადგან ბევრისთვის ნათელი გახდა, რომ ქართული ოცნებით შეუძლებელია დავბრუნდეთ იმ სტატუს კვოსთან, რომელიც იყო მანამდე და რომლითაც ეხლა გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება. რა თქმა უნდა, მასშტაბი პროტესტის და ინტენსიურობა დრამატულად გაზრდილია. რომ დაუბრუნდეთ არჩევნებს, აი თქვენ არჩევნების წინ ჩვენ გქონდა მამუკასთან საუბარი და ჩავიწერეთ. მე ვაკეთებდი პროგნოზს პლუს მინუს. ეს ჩვენი პროგნოზები ახდა. მე მაინტერესებს ფალსიფიკაციის საკითხი. ჩემს წარმოდგენაში ვინმე ჩაუშესკუს დაუშვათ 87%, 97%. მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებს თუ მივიღებთ ხედელობაში 40-დან 44%-ს აძლევდნენ ქართულ ოცნებას. მაგრამ მე მგონი აქ ციფრია 55%. რამდენად გეჩვენებათ, რომ ეს იყო მასობრივი ფალსიფიკაციის შედეგი? Все показывает на то, что было массово. ყველაფერი საუბრობს იმაზე, რომ იყო მასობრივი ფალსიფიკაცია. ერთი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენი პროცენტი ხმების იყო ფალსიფიცირებული? ეს სწორი კითხვაა. მაგრამ სანამ ამ კითხვაზე უპასუხებთ, უნდა გავიგოთ, რაში იყო არსი ფალსიფიკაციის. არსი იყო იმაში, რომ სინამდვილეში
მათ გააუქმეს ფარულობის პრინციპი, არჩევნების ფარულობის პრინციპი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არჩევნების. ვის ვადლებ ხმას, ეს არ უნდა იყოს არავისთვის ცნობილი. ამიტომ, როდესაც ეს პრინციპი არის დაცული, მაშინ იწყება რაღაცა სხვა ინსტრუმენტები ფალსიფიკაციის, მასობრივი ჩაყრები, კარუსელები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ შემთხვევაში მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მთელი ეს სისტემა ფალსიფიკაციების ტრიალებდა იმის გარშემო, რომ პრინციპში ადამიანის არჩევანი იყო გაცხადებული, არ იყო ფარული და მთელი სისტემა იყო აგებული ამაზე. რას გულისხმობ? წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც მიდის ხმის მისაცემად, ბიულეტენის მეორე მხრიდან ჩანს, ვის მისცა ხმა. და ამის შემდეგ მთელი ინფრასტრუქტურა. იქ არის კამერა, რომელიც უყურებს, აკვირდება და ადვილად გასაგებია, ვის მისცა ადამიანმა ხმა, ოპოზიციას თუ ხელისუფლებას. ასევე იქ არის კოორდინატორი, რომელიც ყველაფერს ამას იწერს. მანამდე მას აფრთხილებდნენ, რომ თუ შენ ასე და ასე მოიქცევი, ეს მოიტანს ცუდ შედეგებს შენთვის. ასე რომ მთელი სისტემა იყო შექმნილი. ამიტომ, როდესაც ამგვარი სისტემა იქმნება, მთავარი პრინციპი არ არის დაცული. ამიტომ უკვე შეიძლება საუბარი, რომ პრინციპში არჩევნები არ შემდგარა. და ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ეს რომელიღაც ერთ ადგილას ან ორ რაიონში მოხდა. ამას ჰქონდა მასობრივი ხასიათი. ეს ყველგან იყო. იმ წუთში მეც ხმას რო ვადლებდი, ვიცოდი, რომ ყველა მიცოდა, ვის მივეცი ხმა. ჩვენთან ერთ-ერთი რაიონის სასამართლომ იმ რაიონში გააუქმა არჩევნები და признал არ მიიჩნია შემდგარად ეს არჩევნები. რა გააკეთა სასამართლომ? მოითხოვა ბიულეტენები, რომ მოეტანათ, გახსნეს, ნახეს და იქ ნათელი იყო, რომ მეორე მხრიდან ჩანდა, ვინ ვის მისცა ხმა. მაგრამ რადგან მთელი სისტემა, სასამართლოს სისტემა ხელისუფლების მიერ კონტროლდება, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უფრო სააპელაციო სასამართლოში გააუქმეს. ამიტომ ეს არის მთავარი პრინციპი. როდესაც ეს პრინციპი არ არის დაცული და EUTOS მონიტორიც, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში, ისინიც აღიარებენ, რომ ეს იყო პრობლემა. აი, EUTO წერს, რომ 1/4-ში იმ უბნების, რომელშიც ისინი ღებულობდნენ მონაწილეობას, არსებობდა პრობლემები. და ამას ემატება, ეს არის სისტემური პრობლემა, რაც მეტყველებს, რომ არჩევნები არ შემდგარა. რა გააკეთეს ამის გარდა? შექმნეს ასეთი სქემა და გამოიყენეს მონაცემები იმ ემიგრანტების, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში, რა თქმა უნდა, მათ ხელი მიუწვდებათ ამათ სიებამდე და ხმას ადლებდნენ მათ ნაცვლად. ეს არის უკვე კარუსელი, რომელიც მათ მოაწყეს და რამდენი 10,000 ხმა ამ გზით მიითვისეს. ეს კიდე ცალკე თემაა. შეიძლება იმ სქემაზეც ლაპარაკი, როდესაც ისინი უბრალოდ რაღაც, ესე იგი, ჩადიოდნენ დანაშაულს. იყო უბნები, მე ვაკვირდებოდი, სადაც რაოდენობა ადამიანების, რომლებაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, კონკრეტულ სოფელში ვთქვათ, რაოდენობა ამ ადამიანების იყო მეტი, ვიდრე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იყვნენ სიაში და რომლებიც იმ რაიონიდან იყვნენ უცხოეთში წასული. მთელი ეს მონაცემები არის საჯარო და შეიძლება მათი დადგენა. მაგალითად, 100 კაცი ცხოვრობს სოფელში და ვთქვათ 20, რომელიც იმყოფება უცხოეთში. და ამ დროს იქ ხმას აძლევდა 130 კაცი ხმას. თეორიულადაც კი ყველა ემიგრანტი რო დაბრუნებულიყო, რომ მიეღო მონაწილეობა, მაინც 10 ზედმეტი ხმა გამოდის. ასეთი ბევრი შემთხვევები იყო. ჩვენ მქონდა უბნები, სადაც როგორც ცნობილია, ყველა უბანში
ბალანსი არსებობს ქალების და მამაკაცების რაოდენობას შორის. დაახლოებით თანაბარი რაოდენობა არის ხოლმე ამომრჩევლების. დაახლოებით ერთნაირი პროცენტია ხოლმე. და ჩვენთან იყო უბნები, სადაც 100%-ით მამაკაცები იღებულობდნენ მონაწილეობას. ანუ ყველა ამომრჩეველი იყო მამაკაცი. მაგრამ არც ერთი ქალი არ იყო. რაზე მეტყველებს ეს მეტყველებს სწორედ მაქინაციაზე. როდესაც შეხვარ მისცემ ხმას მაყვალის ნაცვლად, არა? შენ აძლევს სერგის ნაცვლად ხმას. ამიტომ ეს ხალხი მოიყვანეს და მისცეს ხმა იმათ, ვიზეც უთხრეს. როდესაც ოპოზიციური პარტიებმა მოითხოვეს გახსნა მონაცემების იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ არჩევანზე. ამაზე უარი მიიღეს. მთელი პრობლემები იქნებოდა მოგვარებული, ყველა არგუმენტი იქნებოდა გაქარწყლებული, რომ გაეხსნათ ვინ სად აძლევდა ხმას. ვინ ვის აძლევდა კი არა, ვინ სად აძლევდა ხმას. სამწუხაროდ იმედია, როდესაც ჩვენ ამ სისტემის რეფორმირებას მოვახდენთ, როგორც დიდ ბრიტანეთშია და სხვაგან, არჩევნების შემდეგ შესაძლებელია მოითხოვო სია იმ ადამიანების, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში. ამით პრინციპში კლავ კარუსელის პრინციპს. რადგან თუ ადამიანი არ იყო რეალურად ფიზიკურად და მის ნაცვლად ვიღაცა ხმა მისცა, ეს არის პრობლემა. А вот раскрывать. მაგრამ აი ამ მონაცემების გამჟღავნება ეს არ არის დარღვევა. Нет, раскрытие тайны голосования. ფარულობის. არა. ფარულობის დარღვევა არის, როდესაც არკვევენ ვის მიეცი ხმა, მაგრამ ადამიანი ჩვეულებრივად თუ ადლევს ხმას, ეს არ არის ფარული. ის საჯაროდ მიდის და ადლევს ხმას. ეს არ არის დაფარული. Кстати, вот эта ეს რეკომენდაცია იყო ეუთოს დამკვირვებლების მიერაც და იყო საუბარი, რომ გახსნილი ყოფილიყო ეს ინფორმაცია. У нас электронные выборы проводились, поэтому ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ეს არ იქნებოდა პრობლემა ამ ინფორმაციის მიღება. მაგრამ წარსულშიც კი, როდესაც არ იყო ელექტრონული ტექნოლოგიები, მაშინაც კი იყო შესაძლებელი გარკვევა იმისი, თუ ვინ მონაწილეობდა არჩევნებში, რამდენი რაოდენობით რამდენი ადამიანი. არსებობდა სიები უბნებში. მე კიდე ერთ არგუმენტს დავუმატებ, სადღაც 40-ზე ცოტა მეტი სარჩელი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც არ მიიღო სასამართლომ ერთის გარდა, რომელიც მოიხსენია სერგიმ და როდესაც ეს სარჩელები იყო გასამართლებული, ყველა ეს სარჩელი გაანეიტრალეს. ამის შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა ხელახალი არჩევნების. ჩვენ შევეცადეთ მოკლედ მოგეყოლა შენთვის, რატომ რის გამო გამოდიან ხალხი მიტინგზე და რას აპროტესტებენ. და რატო გაჩნდა ესეთი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების თაობაზე. Одно добавлю, Вадим, что ერთ რამეს დავამატებ, რომ პრინციპში ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ 28 ნოემბრის შემდეგ, კობახიძის განცხადების შემდეგ, ის ადამიანებიც კი, რომლებმაც ხმა მისცეს ქართულ ოცნებას ოქტომბრის არჩევნებზე, ბევრი მათგანი გამოვიდნენ დემონსტრაციაზე. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის დიდი ხნით ადრე იყო, რომ ეს მთავრობა არ მიდის იმ მიმართულებით, რომელიც ევროკავშირში მიგვიყვანს, ჩემთვის ეს ნათელი იყო, მაგრამ იყო ბევრი ადამიანი, რომლებმაც ჯეროდა დაიჯერა პროპაგანდის, ან იმიტომ, რომ მათ არ აწყობდათ ოპოზიცია, ან რაღაც სხვა მოტივები იყო. და ისინი დეკლარირებას არ ახდენდნენ ოფიციალურად. შენ შეიძლება ხვდები, რომ ვიღაცას შენ არ უყვარხარ, მაგრამ როცა პირდაპირ გეუბნებიან, რომ არ გიყვარხარ, ეს კიდე სხვა საკითხია. როდესაც პირდაპირ გეუბნება, რომ არ გინდა. როდესაც მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ მორჩა აღარ გვინდა ევროპული მიმართულება, ბევრი ადამიანი გამოვიდა
და ბევრი ადამიანი სოციალური ქსელითაც საუბრობენ, რომ შეცდნენ იმაში, რომ მისცეს ხმა ოცნებას. ამდენად ეს სხვა ხარისხია წინააღმდეგობის, ვიდრე იყო ადრე. Я хочу, чтобы наши услышали. მე მინდა რომ ჩვენი მსმენელებმა იცოდნენ, რომ მე არ ვარ ქართული ოცნების მომხრე და მათი ადვოკატი ვერ ვიქნები. მთლიანად საქართველოში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მე მივცემდი ხმას. მაგრამ როდესაც ეს გარემოში მხოლოდ ოპოზიციური განწყობილი ადამიანებია, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს 100%-ით ყველა წინააღმდეგია. მაგრამ მე ბევრი ნაცნობი მყავს საქართველოში. ნახევარი შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი მხარს უჭერს ქართულ ოცნებას და ეს არა მარტო ასაკოვანი ადამიანებია, ახალგაზრდებიც არიან და მეორე ნახევარი ჩემი ნაცნობებიდან საქართველოში გამოდიან ქართული ოცნების წინააღმდეგ. რატომ დავიწყე ეს? ჩემთვის მაჩვენებელი იყო ის პროტესტი, რომელიც მოყვა არჩევნებს და ეს პროტესტები იყო მცირერიცხოვანი. არ იყო ისეთი, როგორიც 22 წლის 23 წლის მარტში, როდესაც პროტესტი ეხებოდა უცხოელ აგენტების კანონს. მე ვიყავი და მე მგონი ბევრად მეტი ხალხი იყო იმ პროტესტის საპროტესტო მიტინგებზე, ვიდრე არჩევნების შემდეგ. და ესეც მეჩვენებოდა ერთგვარ მაჩვენებლად. გარდა ამისა იყო ბევრი საყვედური ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დაკავშირებით, მაგრამ მე რამდენადაც მესმის დღესდღეობით არ არის არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფალსიფიკაციას. არის. ბევრი много есть на самом деле, не то что один есть, много есть. ბევრი დოკუმენტები არის. იყო რეკომენდაციები, იყო დოკუმენტი საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს, ევროპის ახლახანს გამოქვეყნდა რაპორტი OBSE-ს, EUTOS. იქ ჩამოთვლილია ნათლად არის ნათქვამი, როდესაც EUTO ასეთ მოხსენებებს აკეთებს, ისინი არ ამბობენ, რომ არჩევნები შედგა თუ არა. ეს არ არის არ შედის მათ მანდატში, მაგრამ მათ მანდატში შედის ის, რომ აღწერა, რაც მოხდა. ამიტომ ის ჩვენ რო ვთქვით, რომ ყველაფერი იყო აღწერილი რაპორტში. მე ვადარებდი სხვადასხვა მოხსენებებს, სხვადასხვა წლის მოხსენებებს. ეს იყო ყველაზე ცუდი მოხსენება ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით. შეიძლება სადღაც რაღაცა იყო წარსულშიც. 2003 წელსაც მაშინაც ცუდი არჩევნები იყო. მაგრამ მაშინაც კი შეფასებაში იყო დადებითი მხარეებიც აღწერილი, დადებითი მხარეები 2003 წელს. აი ჩვენ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ამ არჩევნების შემთხვევაში რომ შევღებოთ მწვანეთ და წითლით, დაუშვათ კარგი და ცუდი, ამ დოკუმენტებში ყველაფერი ეს ნათლად გამოჩნდება. სინამდვილეში რაც ჩვენთან ხდება, აქ შეიძლება ითქვას უფრო საკითხი ეხება იმას, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და არა ის თუ კონკრეტულად როგორი მთავრობა გვყავს. რაც დავინახეთ ამ ბოლო დროს 28 ნოემბრის შემდეგაც ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა კობახიძემ და მმართველმა გუნდმა ნათლად ჩანს, რომ მათ გადაწყვიტეს წასულიყვნენ ავტორიტარული სისტემის მიმართულებით. და შეაქვთ ისეთი შესწორებები კანონებში, რომლებსაც იღებენ რუსეთიდან და ბელორუსიიდან. თუნდაც ეს აგენტების კანონი, რუსული კანონი აგენტების შესახებ, ისინი იგივეს აკეთებენ დღეს, მაგალითად შეუძლიათ დააპატიმრონ ადამიანი პრევენციულად 48 საათის განმავლობაში. რას ნიშნავს ეს? თქვენ შეგიძლიათ დააგაკავონ, რადგან პოლიციელმა ჩათვალა, რომ თქვენ შეიძლება რაღაცა დააშაოთ და 2 დღის ამას ქვია პრევენცია. ეს იმდენად
ეს იმდენად აბსურდულია, რომ არ ვიცი. და აქ სრულიად ცხადია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. იქ შეიძლება ითქვას, აღარ არის ფანტაზიას, აღარ აქვს საზღვრები. მათ უბრალოდ გადაწყვიტეს ძალაუფლების შედარჩუნების მიზნით გამოეყენებინათ ნებისმიერი საშუალება, ნებისმიერი методы. Здесь можно добавить еще, вот несколько примеров можно привести, что აქ შეიძლება რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ. მაგალითად, სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევა ფეხით მოსიარულის მხრიდან ადრე ამაზე იყო ჯარიმა 50 ლარი. ეხლა არის 1000 ლარი. წარმოგიდგენია, როგორი არაადეკვატურობაა. დაუშვათ ვიღაცამ თუ დახატა შენობაზე ან ტროტუარზე ან გზაზე რაღაცა ამაზეც არის ჯარიმა 50 ლარიდან გაიზარდა 1000 ლარამდე. არის დარღვევები, რომლებიც გაიზარდნენ 100-დან 2000 ლარამდე. ეხლა უბრალოდ არ მახსენდება, რომელ დარღვევებზე იყო ლაპარაკი. თუ მანქანა ადლევს სიგნალს საპროტესტო მოძრაობის დროს, აქაც არის ჯარიმა 1000 ლარი. У нас нельзя даже медицинский ჩვენთან სამედიცინო ნიღბითაც კი არ შეიძლება საპროტესტო მიტინგზე გამოსვლა. მე მგონი ესეც სიგიჟეა. На самом деле это все понятно, потому что когда человек решил სინამდვილეში ეს ყველაფერი გასაგებია. როდესაც ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ მან უნდა მართოს ერთპიროვნულად ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, როდესაც შენ ამას წვეთ, მაშინ იცი საიდან უნდა აიღო კანონი. გაიხედავ ჩრდილოეთისკენ, რუსეთისკენ, ბელორუსისკენ და იქ ყველაფერი უკვე ნათლად არის წარმოდგენილი. აი, ჩვენთან ეხლა ესეთი არჩევანია. ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ, არ უნდათ ამ გზით სიარული. В целом про выборы можно очень долго говорить. Там много чего. პრინციპში დიდხანს შეიძლება საუბარი პრობლემებზე. მე მინდოდა ქართულ ოსურ ურთიერთობებზეც გვესაუბრა. შაბათს მე და მამუკას და ერთ ჩვენ საერთო მეგობარს აფხაზეთიდან ჰქონდა საუბარი, არა კამერების გარეშე, სადაც საუბრობდით ენერგეტიკულ კრიზისზე აფხაზეთში. და იმაზე, რომ თბილისში განაცხადეს დაეხმარონ აფხაზეთს. აფხაზეთმა თავის მხრივ მოითხოვა უფასო ელექტროენერგია რუსეთიდან და ჩვენი საუბრით მივედით იქამდე, რომ მთელი კონფლიქტის შემდგომი პერიოდის განმავლობაში აფხაზეთის მიმართ იყო სხვანაირი დამოკიდებულება განსხვავებული სამხრეთ ოსეთისგან. მე უცნაური მომეჩვენა ეს, რადგან რამდენადაც ვიცი, აფხაზები მოსახლეობის რაოდენობით საბჭოთა პერიოდში 99 წლის პერიოდის აფხაზები იყვნენ უმცირესობაში. აღარ მახსოვს ზუსტად პროცენტი, მე გამიგია, რომ 17% იყვნენ აფხაზები. ხოლო ოსები ყოველთვის უმრავლესობას წარმოადგენდნენ, სადაც 70% ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე. და სადღაც 150,000 დანარჩენ საქართველოში, კახეთში და ბორჯომში. 99 წელს 150,000 ოსი 2014 წელს ეს ხალხი შემცირდა 14,000-მდე. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა, სად წავიდა ეს ხალხი და რატომ არის ესეთი განსხვავებული დამოკიდებულება. რასაც თავაზობდნენ აფხაზებს მშვიდობიანი მოლაპარაკების დროს, ეს შეუდარებელი იყო. მათ სტატუსით შეინარჩუნეს. ჩვენ გაგვიუქმეს ავტონომიური ოლქი და რატომ არის ესეთი დამოკიდებულება, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე უმრავლესობაში ვართ და არც კონსტიტუციაში არ არის ნახსენები ჩვენი ენა. რითი შეიძლება ეს აიხსნას? მე დაბაზუსტებდი, როდესაც პროცენტულ თანაფარდობაზე მქონდა საუბარი, მე მინდოდა დამესვა კითხვა. შეგვიძლია ჩვენ მოვითხოვოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ამ რეგიონის მასშტაბით
ოსური ენა მიჩნეული იქნას როგორც ერთ-ერთი ფუძემდებლური ენა. ისევე როგორც აფხაზური ენა არის მიჩნეული ერთ-ერთ სახელმწიფო ენად. და აფხაზების ენა არის შეტანილი. ჩვენ უფრო მეტ პროცენტს წარმოადგენთ სამხრეთ ოსეთში, მაგრამ არ არის ეს ჩვენი ენა შესული კონსტიტუციაში. სააკაშვილისგან გამიგია, რომ მისი გვარი წარმოშობით არის ოსურიდან და რამდენადაც ვიცი, არის ქართული ოსური გვარი საკაევი. მართლა ასეა? მე მინდოდა მე თქვა, რომ ძალიან ბევრი ოსი იცვლიდა თავის გვარს და რაღაცა დაბოლოებებს იცვლიდნენ დაბოლოებებს. რას უკავშირდებოდა ეს მე არ ვიცი. მათი ინიციატივა იყო თუ ვიღაცა მათ ამას თხოვდა. Раиме თუ იცით ამის შესახებ? Ну это глубокий исторический вопрос на самом деле. Но прежде чем вернуться к этому, на самом деле всё ეს არის ძალიან ისტორიული კითხვა. ღრმა ისტორიული კითხვა. მაგრამ სინამდვილეში ის რაც სხვადასხვა წლებში რაზეც ჩვენ ვფიქრობდით აფხაზეთთან დაკავშირებით პირადად ჩემთვის იყო ზუსტად იგივე ხდებოდა იგივე შეთავაზება სამხრეთ ოსეთისთვის. პრინციპში მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება ოსეთსა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის არსებობს, სხვადასხვა რეალობებია ორივე რეგიონში. დაუშვათ რუსეთის მონაწილეობის თვალსაზრისით. მრავალი რაღაცით განსხვავდება ეს ორი რეგიონი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი რაც შეიძლება ვიფიქრო, მე მივიჩნევდი, რომ იგივე შეგვიძლია შევთავაზოთ სამხრეთ ოსეთს, რაც აფხაზეთს. მაგრამ თქვენ მართალი ხართ, ისტორიულად თუ შევხედავთ, 90% წლიდან წინადადებები მათ მიმართ იყო სხვადასხვა. საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა სხვადასხვა დამოკიდებულება. და ეს განსხვავებული მიდგომები პრინციპში მოდიან იმ სხვადასხვა სტატუსებისგან, რომლებიც ჰქონდა ამ ორ რეგიონს საბჭოთა პერიოდში. ავტონომიური რესპუბლიკა, ოსეთი იყო ავტონომიური ოლქი. და შემდეგ, როდესაც ოლქი გაუქმდა გამსახურდიას მმართველობის პერიოდში, ამის შემდეგ შეიქმნა ესეთი დისბალანსი. აი, ეს არის ისტორიული ახსნა. Я хочу сказать, что მე მინდა ვთქვა, რომ აფხაზეთი საერთოდ იყო ისტორიული ნაწილი საქართველოსი. იყო პერიოდი, როდესაც აფხაზეთი იყო დამოუკიდებელი და საქართველოში ხშირად იყო პერიოდი, როდესაც ცალკეული რეგიონებში არსებობდა ადგილობრივი მთავრები. მაგრამ სამხრეთ ოსეთი ჩამოყალიბდა საბჭოთა პერიოდში. ყველაფერს აქვს თავისი ახსნა და თავისი საფუძველი. ის რომ გამსახურდიას დროს გაუქმდა სამხრეთ ოსეთის ოლქი, მე მგონი ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. სწორი გადაწყვეტილება. მე ამას არ ვეთანხმებოდი. იმ კონფლიქტის დროს, დაძაბულობის დროს ყოველთვის არის ხოლმე შეცდომითი ნაბიჯები. შეცდომითი გადაწყვეტილებები. და შემდეგ პრეზიდენტს მომდევნო პრეზიდენტს მოუწია იქ შეექმნა ადგილობრივი მთავრობა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი მთავრობა. ეს იყო ერთგვარი საშუალება მოენახა ის გამოსავალი, რათა მოლაპარაკება მომხდარიყო ოსებთან და აღედგინა ეს მათი სტატუსი, პოლიტიკური სტატუსი, პოლიტიკური ავტონომია. ალბათ ამას ეს თავად ყოფილმა პრეზიდენტმა შეუძლია თქვას. მაგრამ მე ესეთი აზრი მქონდა, ესეთი ეჭვები მქონდა. ალბათ ამით აიხსნება ის, რომ დღემდე გრძელდება არათანაბარი მიდგომა სამხრეთ ოსეთს ვეძახით ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთთან. Сергей. Я одно добавлю. Знаете, у нас на самом деле самая большая проблема в том, что
მე სინამდვილეში ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ იგივე სტატუსზე, მართლობის ფორმაზე, ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ იმ პოლიტიკური რეალიებიდან, რომლებიც შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს. რადგან სინამდვილეში ჩვენ უნდა საუბრობდეთ თვითმმართველობის მოდელებზე. და ეს მოდელები სხვადასხვანაირია. აი, მაგალითად, როგორ არის ეს ცივილიზებულ სამყაროში. უნდა აქედან უნდა ამოვიდეთ. როდესაც ლაპარაკობთ, რომ სამხრეთ ოსეთში უმრავლესობა არის ოსი, მე უბრალოდ ვიტყვი იმაზე, როგორ უნდა დაიდგეს ეს საკითხი. უნდა იყოს თუ არა თვითმმართველობა. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით უნდა იყოს როგორი ფორმა ამ თვითმმართველობის. ეს რა თქმა უნდა მოსაფიქრებელია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რასაც მამუკა ლაპარაკობდა, ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში ნაციონალურობის საკითხი ძალიან მწვავედ იდგა. და მაშინ კომპარტიამ შექმნა ეს უცნაური იერარქიული სისტემა, რომ თითქოს არის ერები, კონსტიტუციური რესპუბლიკები, საქართველო და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და ყველაზე მაღალ დონეზე დააყენეს რესპუბლიკები. შემდეგ იყო ლაპარაკი ეროვნებებზე, მათ შეესაბამებოდა ავტონომიები. მერე კიდე რაღაც ეთნოსები არსებობს და მათ მიესადაგებოდა რაღაცა ოლქები. ასე ვთქვათ, ეს იყო ყველაფერი კუსტარულად გაკეთებული. ეს იყო ცენტრალური გადაწყვეტილება პოლიტბიუროს მოსკოვში ხდებოდა ამის გადაწყვეტილება ამ საკითხების და ასე მოხდა ამ ყველაფრის აგება. მაგრამ ეს არ იყო ადეკვატური. რატომ მე მოვიყვან ფრაზას რატომ უნდა იყოს ოლქი სამხრეთ ოსეთში ავტონომიური ოლქი, ხოლო აჭარა უნდა იყოს რესპუბლიკა? რითი შეიძლება ამისი ახსნა? მე პრინციპში არ აქვს ამას ახსნა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ეს აუხსნელია. ამიტომ თუ ჩვენ ამ საკითხებზე უნდა გავერკვეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთად, მე მგონი საკითხი უნდა სხვანაირად დავსვათ. ფორმა, თვითმმართველობის ფორმები. რადგან ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს და ყოველთვის იქ ცხოვრობდნენ, ან ყოველთვის არ ცხოვრობდნენ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის მიუღებელია ლაპარაკი იმაზე, რომ ვინ როდის ჩამოვიდა იმ რეგიონში. თავარია არსებობდეს თვითმმართველობის მოდელები და ყველა ის უფლებები, რომლებიც მათ უნდათ, რო კონდეთ, ეს უფლებები დაცული იყოს. ხოლო მოდელებზე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ. როდესაც მე საუბრობდი პროცენტულ თანაფარდობაზე, მე მინდოდა დამესვა კითხვა. შეგვიძლია თუ არა ჩვენ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ამ რეგიონში შეტანილი იქნას ოსური ენა, როგორც ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მთავარი ენა, როგორც არის აფხაზური ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე. იქ ისინი 17% წარმოადგენენ, მათი ენა შეტანილია კონსტიტუციაში ამ ტერიტორიაზე, ჩვენ 65-70% ვარ, ჩვენი ენა არ არის შეტანილი კონსტიტუციაში. თქვენ თქვით სააკაშვილთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მის ინტერვიუში მე გამიგია, რომ მისი გვარი ოსურიდან არის წარმოშობილი. და მართლაც როგორც ვიცი, არის ოსური გვარი საკაევი. არ ვიცი, რამდენად ეს ასეა, მაგრამ მე მივაქციე ყურადღება, რომ ძალიან ბევრი ოსები იცვლიდნენ გვარებს და იმატებდნენ სხვაგვარ დაბოლავებას. გვარების სხვაგვარ დაბოლავებას. ეს იყო პირადი ინიციატივა ამ ადამიანების, თუ მოთხოვნა იყო. თქვენ რაიმე თუ იცით ამის შესახებ? Я думаю, что эти разговоры абсолютно бессмысленны. მე მგონი ეს ამ საუბრებს არავითარი აზრი არ აქვს. უაზრობა ადამიანი თავის ეროვნებას განეკუთვნება იმის მიხედვით, თუ როგორი თვითცნობიერება აქვს, როგორ ახდენს თავის იდენტიფიცირებას ეს ადამიანი. ამაზე არ ღირს საუბარი. შენ დაგვისვი საინტერესო კითხვა, როდესაც სამხრეთ ოსეთის გარეშე მიღმა
ცხოვრობდა 114,000 ოსი საბჭოთა კავშირის დროს. ახლა დარჩა დაახლოებით 14,000 ოსი. რა თქმა უნდა, ჩდება კითხვა, სად გაქრა ეს ხალხი? რაღაცა ნაწილი წავიდა ჩრდილოეთ ოსეთში, როგორც ვიცით, და რუსეთში, მაგრამ ძალიან ბევრმა შეიცვალა გვარი. ეს მოხდა იმ 90-იან წლებში, როდესაც ნამდვილად ავიწროვებდნენ ოსებს და ეს იყო ერთგვარი თავდაცვა მათი მხრიდან. მაგრამ შემდეგ 2000-იან წლებში ეს ყველაფერი შეიცვალა. ეს მოვლენები, რომლებიც თბილისში ხდება, ასევე მათ დაამტკიცეს, რომ ჩვენთან ერთად არიან სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები. აი, დაკავებულთა სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ აკავებენ სომხებსაც, აზერბაიჯანელებსაც და სხვა ეროვნების ადამიანებს. ამ ხრივ ჩვენ პრობლემები არ აგვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის პრობლემა ჩვენთან არ არის. მე მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ როდესაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააფორმა, რომ სახელმწიფო ენა ამ ტერიტორიაზე იყოს აფხაზური ენა, ეს მოხდა გვიან. ეს მოხდა და სიმართლე რო ვთქვათ, ეს გაფორმდა მას შემდეგ, რაც დაიწყო კონფლიქტი. ასე რომ, თუ ჩვენ შევძლებთ და ოდესღაც ეს მოხდება, მე ამის იმედი მაქვს, ეს საკითხით შეიძლება დავსვათ და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ან რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზებასთან მიმართებაში, რაზეც მოვილაპარაკებთ მომავალში. Одно уточнение, насколько я знаю, на сегодняшний день. ერთი დაზუსტება მინდა გავაკეთო. დღევანდელ 3000 ქართველი ცხოვრობს თანამედროვე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე ეთნიკურ ქართველს აიძულებდნენ გვარის შეცვლას. ბევრი ჩემი ნაცნობს აქვს ქართული გვარი და მე მგონი რაღაც ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა პოტენციურ მოლაპარაკებამდე, რადგან ადამიანები საბაზისო საკითხებში, რაც შეეხება ეთნიკური თვითგამორკვევის საკითხს, თვითმმართველობა კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ საბაზისო მოთხოვნა თვითიდენტურობის ამ საკითხის წამოწევა შეეძლო საქართველოს ხელისუფლებას სულ ერთია ვის სახით იქნებოდა იგი წარმოდგენილი. როგორ ფიქრობთ? Რომ არ გადაგვედო ეს საკითხი სამომავლო. Конституционный статус говоришь? Да. Сейчас ситуация у нас не сейчас, а вообще когда конституцию. შენ კონსტიტუციურ სტატუსზე ამბობ? ეხლა, როდესაც კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, ეს ჩანაწერები კონსტიტუციაში გაჩნდა 90-იან წლებში. მას შემდეგ შეიძლება ითქვას კონსტიტუცია ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ჩანაწერები რაც შეეხებოდა აფხაზეთს და კონფლიქტებს, ის უცვლელი რჩებოდა, რადგან ეს იყო ძალიან სენსიტიური თემა. რადგან არ იყო პროგრესი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. და ის რომ დღეს იქ ასეა ჩაწერილი აფხაზური ენა, მაგრამ არ წერია ოსური ენა, ეს არ არის იმის შედეგი, რომ დღეს აი ჩვენ ესეთი აზროვნება გვაქვს, რომ ასე ვყოფთ ამ ორ ერთს. ეს უბრალოდ იმ ინერციის ძალით ხდება, რომელიც დარჩა 90-იან წლებიდან. და მთელი ის სისტემა, რომელიც ამ ტერიტორიულ პრობლემებს ეხებოდა, ეს არის ისევ ძველი და არ შეცვლილა დამოკიდებულება. რაც შეეხება თქვენს მიერ დასულ წინადადებას, რომ ჩვენ რომ გქონოდა პროგრესი
პრობლემის, კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მე მხარს დაუჭერდი. მათ შორის კონსტიტუციურ დონეზე, რომ ეს მომხდარიყო. მაგრამ მე ვფიქრობ, ენის გარდა არის კიდევ სხვა საკითხები, რომელთა გარანტია უნდა იყოს მიცემული. ენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის ყველაზე მთავარი. ყველა ეს საკითხები უნდა ოდესმე გადაწყდეს. მაგრამ ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს კიდე. არჩევნების წინ დღევანდელი მთავრობა, ქართული ოცნება მათ ძალიან ძლიერი პოლიტიზირება მოახდინეს. მათ არჩევნების წინ დააყენეს ესეთი საკითხი. ამოვარჩიეთ ჩვენ, რადგან ჩვენ გვინდა კონსტიტუციური უმრავლესობა და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ტერიტორიული პრობლემების საკითხი და კონსტიტუცია შევცვალოთ. ეს ყველაფერი, ეს იყო ტყუილი, რა თქმა უნდა. და რეალობას არაფერი კავშირი რეალობასთან არ ქონდა. სამწუხაროდ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მათ გააფუჭეს იმით, რომ მოახდინეს მათი პოლიტიზირება არჩევნების წინ. მათ ისე მოწამლეს თავისი მიდგომებით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომ მე ახლა როდესაც საუბრობ კონსტიტუციის ცვლილებებზე, მათ უბრალოდ არ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა. ეს არის უბრალოდ რიტორიკა. მაგრამ მათ ისე მოწამლეს, რომ ეს საკითხი, რომ ბევრი ადამიანი აღარ მიიღებს ამას. იგივე ეხება, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ეგრეთ წოდებულ ბოდიშის მოხდაზე. ამ თემაზეც ჰქონდა საუბარი. როდესაც დარეგულირება ხდება კონფლიქტის, გადააზრება იმისი, რაც მოხდა და მათ შორის აღიარება საკუთარი შეცდომების, რომ შენ არასწორად მოიქეცი, ეს უნდა ყველა მხრიდან მოდიოდეს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. პრინციპში კონფლიქტები ვერ გადაწყდება, თუ ამ თემას არ შევეხეთ. თუ ისინი ქვევიდან ზემოთ წყდება, მაგრამ თუ ზევიდან ქვემოთ წყდება ეს საკითხები, ეს კონფლიქტები. მაგალითად, რა მოხდა იუგოსლავიაში? დეიტონის ხელშეკრულება ზემოდან ქვემოთ დაიწყეს. შეერთებული შტატების დონეზე ხდებოდა, პრეზიდენტის დონეზე ხდება გადაწყვეტა ამ საკითხის. მაგრამ იყო კომპანიები, ასე ვთქვათ, შერიგების. მაგრამ შენ როდესაც ცალმხრივად ახდენ ამ საკითხის პოლიტიზირებას და ამბობ, რომ ჩვენ ახლა უარს ვამბობთ და გაუგებარია რის გამო რაზე იხდი ბოდიშს და ყველაფერში ადანაშაულებ წინა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ამას აკეთებ არა იმიტომ, რომ რეალიებში შეხვიდე, არამედ უბრალოდ გინდა დივიდენდების მიღება, პოლიტიკური დივიდენდების და ამით ესე იგი აფუჭებ ძალიან მნიშვნელოვან თემას, რადგან მერე ყველა იტყვის. სამწუხაროდ ესეთი კითხვები ჩვენთან ხშირად ჩნდება, როდესაც ეხება საკითხია მნიშვნელოვან საკითხებზე და მათი დაბრუნება არის ძნელი. Касаемо извинений, я как ребенок, сидящий в подвале, все это. რაც შეეხება ბოდიშს, მე როგორც ბავშვი, რომელიც ბავშვობაში იჯდა სარდაფში, უკეთესი რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის ის, რომ ჩემს ოჯახს კვლავ არ მოუწიოს სარდაფში ჯდომა. და ეს ნიშნავს შეცდომების, ურთიერთშეცდომების აღიარება. ეს არ არის ყველაზე პოპულარული ნაბიჯი. Не, в политике извинения, кстати, очень важный шаг. Очень часто это. არა, პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ბოდიშის მოხდა. ბოდიშის თქმა და აღიარება შეცდომის, ეს არის საჭირო საკითხი, მაგრამ ძალიან სენსიტიურია. ამიტომ ეს არ არის საკითხი, რომელიც აი გამოხედი ტელევიზორით და რაღაცა თქვი. და მე ერთი კვირა ჩუმად იყო და მე თავი იმართლო. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთო. რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, იქ იყო ისეთი შეცდომები, ისეთი ქცევები, რომ არამც თუ ბოდიშის მოხდა, არამედ
დასაჯელი იყო ხალხი, მაგრამ ორივე მხრიდან დასაჯელი. მაგრამ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და უნდა იყოს მისაღები. როდესაც შენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხები, ესეთ მნიშვნელოვან საკითხს, ერთ-ერთი კომპონენტი მომავალი მოლაპარაკებების, შემდეგ ძალიან რთულია ხოლმე ამასთან, ამ პრობლემასთან მიბრუნება. მე ამას ლაპარაკობ გულის ტკივილით, რა თქმა უნდა. მე არ მჯერა, რომ კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ რაღაცის ხელმოწერებით, ხელშეკრულების ხელმოწერებით. საზრევაც. მე ვიტყოდი, რომ აი ეს უნდა მომწიფდეს. სიტუაცია უნდა მომწიფდეს. И последнее, чтобы я და ბოლოს, რაც მე მინდოდა მეთქვა, ეს არის მასობრივ სამარხებზე. საქართველოში არის ადგილები, სადაც მასობრივად არის დამარხული ადამიანები. ჩვენ ამას საუბრობდით ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს. რამოდენიმე ათეული ადამიანი არის და სპეციალურმა ორგანოებმა ამის შესახებ იციან, მაგრამ რატომღაც ხელს უშლიან ამ პროცესს. და მე მინდოდა ვინც ნახავდა ამ გადაცემას და ვინც ის ადამიანები, რომლებიც თავის თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ, მე ვფიქრობ, მათ უნდა ხელი შეუწყონ იმას, რომ გადაეცეს ამ ნეშტები, ამ დაღუპულების ნეშტები მათ ოჯახებს. აქვე მე ვიტყოდი, რომ ექსგუმაციის პროცესი ოსეთის მხრიდან ნორმალურად მიდის. იყო გადაცემული ნეშტები ოსეთის მხრიდან, რამდენადაც ჩვენ ამაში ვიცით, მაგრამ ქართული მხრიდან არ მოხდა ამისი გადაცემა, მათი გადაცემა. ხოლო მათ ნათესავებს თუნდაც მართლმადიდებლური წესის შესაბამისად ღვთისნებით უნდა დაასაფლავონ თავიანთი ნათესავები. Эта тема не очень известна грузинскому ეს თემა არ არის კარგად ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. შენ შეგიძლია დააზუსტო რომ ვიზე გაქვს საუბარი. ეს არის უგზო-უკლო დაკარგული ადამიანები ან დაღუპული ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან, დასაფლავებულები არიან ქართულ ტერიტორიაზე. ეს არის რამოდენიმე ადგილი, ამის შესახებ იცის წითელმა ჯვარმა, ამ ლოკაციებმა იციან ასევე სპეციალურმა სამსახურებმა საქართველოსი, სადაც ეს ხალხი დაკრძალულია. და ეს საკითხი არაერთხელ დამდგარა მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი არ დამდგარა. მე არის იქ რა თქმა უნდა სხვადასხვანაირი ადამიანები. არ ვილაპარაკებ რა გარემოებებში დაიღუპა ეს ხალხი, ან მოკლულები იყვნენ, მაგრამ მე მეჩვენება, რომ თუ ჩვენ გვინდა რაღაცა ნაბიჯების გადადგმა, ეს იქნებოდა ერთ-ერთი ძალიან კარგი ნაბიჯი, რომ გადაეცეს ნათესავებს მათი ნათესავების ნეშტები, თუნდაც იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების და წითელი ჯვრის მიერ შუამდგომლობით. კი, რა თქმა უნდა, როდესაც მე ამ საკითხით ვიყავი დაკავებული, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, ეს საკითხები ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიყავი ამ საკითხში მოლაპარაკების მონაწილე, რომელთაც წითელი ჯვარია დაკავებული, მე უბრალოდ რამოდენიმეჯერ ჩაუღრმავდი ამ საკითხს. ჩვენთან იყო ესეთი დამოკიდებულება, რომ თუ შესაძლებელია რაღაცით დავეხმაროთ ამგვარ პროცესს, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ პრობლემა ეხებოდა იმას მახსოვს, რომ ძალიან ხშირად ინფორმაცია არ ემთხვევა, მაგალითად, როდესაც ლაპარაკია, რომ ეს საუბარია სოხუმთან ან ცხინვალთან, ანუ ადგილები არ ემთხვევა იმ ადგილებს, რომლებიც მითითებულია. მაგალითად, არის ლაპარაკი იყო, რომ აი ერთი ან ორი ადგილია, სადაც არის მასობრივი სამარხები. მაგრამ ჩვენ ვამოწმებდით და იქ არავინ არ იყო დამარხული. და ამიტომ შენ მერე გიწევს თავის მართლება და ვერაფრით ვერ დაასაბუთებ და ამ დროს შენ საპასუხოდ ღებულობ, რომ როგორ არა ჩვენ ვიცით, რომ იქ არის დამარხული ადამიანები, მაგრამ
როგორ უნდა დაუჯერო ადამიანს. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ არ არის საჭირო ამ ადგილების ძებნა. ეს არის ერთ-ერთი საკითხი. და უნდა კიდე ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება ამ საკითხს უდგებოდა ძალიან აპოლიტიკურად. წინა ხელისუფლებას და დღევანდელი ხელისუფლებაც მიუხედავად იმისა, რომ მე მათ ხშირად ვაკრიტიკებ, მათი მიდგომაც იყო ძალიან კონსტრუქციული. თუ სადმე რაიმეს ნახვა შეიძლება და მონახვა შეიძლება ამ ნეშტების, ეს უნდა გაკეთდეს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პრობლემა არის დაკავშირებული იმასთან, რომ ეს საკითხები ძალიან ხშირად ხდება მათი პოლიტიზირება. რომ აქვთ ასეთი პოლიტიკური სარჩული, რომ აი ჩვენ ჩავიდინეთ რაღაცა გენოციდი და ეს გენოციდი არ იქნება აღიარებული. და ხდება პოლიტიზირება ამ საკითხის. თუ არის ესეთი ადგილები, სადაც არის მასობრივი სამარხები, ისინი აღმოსაჩენია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ გამოიყენებენ მერე პოლიტიკური მიზნებით. მე როდესაც ამ თემაზე მუშაობდი, ყველა ეს არგუმენტები არ არსებობდა, არ იყო სერიოზული. მაგრამ მას შემდეგ რაღაცები შეიცვალა, თუ გაჩნდა ახალი ინფორმაცია, მე გამიხარდებოდა, თუ ეს საკითხები გადაწყდებოდა. ისე, რომ ისინი მათი გამოტანა არ ყოფილიყო ზედაპირზე საჭირო და არ მომხდარიყო მათი პოლიტიზირება. არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანები იყვნენ ისინი თუ არა. მე მგონი ცივილიზებული საფუძველია, ცივილიზაციურობის საფუძველია, რომ როდესაც შეგვიძლია დაუბრუნო ადამიანებს მათი ნათესავი, მათი ნეშტი, ეს არის ვალდებულება და არავითარი არგუმენტები არ სჭირდება. Владимир, мне известны те люди. მე ჩემთვის ნაცნობია ქართველები, რომლებიც ამ პრობლემებზე მუშაობენ და მათგან გამიგია, რომ არის ზუსტად ასეთი ადგილები, ასეთი რომელიც ცნობილია წითელი ჯვრისთვის და ჩემი კოლეგებისგან ვიცი, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება არ უწყობს ამას ხელს და ეს არის პრობლემა, რომელიც გადასაწყვეტია. Перед извинениями вот მე მგონი ბოდიშის მოხდამდე საჭიროა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ამას ვხდებით, ბევრი ქართველიც ამას ხდება. მე აღნიშნავდი თქვენს პოლიტიკურ კორექტულობას, როდესაც თქვენ თქვით ცხინვალ და სოხუმ. მე ვამბობ ცხინვალი, რადგან ჩემთვის ეს უფრო მოსახერხებელია. არა იმიტომ რომ ვიღაცას მინდა პატივი ვცე ამით. Я честно скажу, что на самом деле კი, მეც გულახდილად ვიტყვი, რომ ჩემთვისაც არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ცხინვალის დავარქვათ და ცხინვალ, ან სოხუმი, ან სოხუმ. ვისაც როგორ უნდა ისე დაარქვას. მე მგონი ერთ-ერთი დიდი შეცდომა არის ის, რომ ამ დიდი პრობლემის დაყვანა ასეთ, ასე ვთქვათ, ტოპონიმებამდე დაყვანა და ტოპონიმების ომით ატეხვა. მე მგონი ეს ბოლო საკითხია. ხო, მე ვიცი როგორ იქნება სწორად ქართულად საუბრის დროს, როგორ უნდა გამოვთქვათ ეს სიტყვა. Я был рад с вами познакомиться, продуктивно с вами пообщались, надеюсь, наше общение. ძალიან პროდუქტიული იყო ჩვენი საუბარი, მე მგონი ჩვენი საუბარი გაგრძელდება. მე ვიტყოდი, რომ ამ მიწაზე პრეტენზიას აცხადებენ არა ევროპელები და ამერიკელები ან ჩინელები, ამაზე პრეტენზიას ვაცხადებთ ჩვენ და ამ დროს ეს მიწა იცლება, ხალხი მიდის სამხრეთ ოსეთიდანაც და საქართველოდანაც, არის მასობრივი ემიგრაცია და არაფერ კარგს ისტორიულ პერსპექტივაში ეს არ მოიტანს. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები ადამიანების დაბრუნების და არა შეუწყოთ xeli მათ გაქცევას, მათ ემიგრაციას. Я просто добавлю пару слов. Очень приятно тоже было познакомиться. Это очень важный вопрос, который мы обсуждали, но მეც ვიტყოდი ორიო სიტყვას, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი გაცნობა. მე შეიძლება ითქვას, რომ ეს 1%-იც არ არის ყველა იმ საკითხის, რომლებიც უნდა განვიხილოთ. როდესაც საუბრობთ კონფლიქტების დარეგულირებაზე. ჩემთვის დიდი წუხილით უნდა ვთქვა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეგიონები, ეს ადგილები სადაც მოხდა შეტაკებები ევროპული ცივილიზებული ღირებულებების და რუსული სამყაროსი
იქ სადაც გაიმარჯვა რუსულმა სამყარომ მე ანუ მიიღებთ ამას შეურაცხყოფად ეს არ არის რუსოფობია ეს არის კონცეპტუალური საკითხი იქ სადაც გაიმარჯვა რუსულმა სამყარომ იქ ყოველთვის გაჩნდა მსგავსი ტიპის პრობლემა მათ შორის ქვეყნის რეგიონების დაცლა დემოკრატიის არარსებობა ავტორიტარიზმი და ასე შემდეგ ამიტომ დაუბრუნდები პირველ საკითხს რომელსაც თქვენ შეეხეთ რაც ხდება სინამდვილეში აი ეს ხდება ჩვენთან მიდის ბრძოლა ორ ღირებულებებს შორის ერთის მხრივ არის ეგრეთ წოდებული კომპონენტები რუსული სამყაროს პოლიტიკური კომპონენტები მე არ გულისხმობ პუშკინს და ლერმონტოვს და მეორე მხრივ ხალხი რომლებსაც უნდა რომ აქ იყოს ადამიანური ღირებულებები რომლებსაც ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ აი ეს შეტაკება ორ სამყაროს შორის ხდება ჩვენთან მე იმედი მაქვს რომ დარეგულირების მიზნით მომავალი დარეგულირების მხრივ და აღდგენის მიზნით ხალხებს შორის რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ რომ ეს დაპირისპირება დამთავრდება ადამიანური ღირებულებების გამარჯვებით ამისი დიდი იმედი მაქვს და დაუმატებდი რომ ეს მსგავსი დიალოგები გაგრძელდება არა მარტო ჩვენთან აქ არამედ სხვადასხვა მოედანზე ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა приятно познакомиться ко всем народам относимся ყველა ხალხს პატივისცემით უდგებით ვეპყრობით და უსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მათ შორის თქვენ Вадим, большое спасибо, всего хорошего. Вадим, დიდი მადლობა, ყოველივე კარგს გისურვებ. ნახვამდის, სერგი, დიდი მადლობა ამ დისკუსიისთვის. მეც გემშვიდობებით, ვემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ კიდევ შევხვდებით.